მოგესალმებით მეგობრებო, აი ისევ დავბრუნდით ჩვენ და ვაგრძელებთ რა თქმა უნდა საფეხბურთო თემატიკას და ზოგადად სპორტზე საუბარს. ისევ ამჯერად წარმოგიდგენთ ჩვენ ორნი, მე და ირაკლი. შემდეგ შემოგვიერთდება ბესოც, აქედან მოვიკითხავ. მოგიხავ ბესოს. აბა როგორ ახარ? იმედი ამ ვიდეოს ნახავს და იქნებ შეფასებას დაგვიწევს. მოკლედ ჩვენ კი დავიწყოთ. Toro ბევრი დაგროვდა საუბარი, სასაუბრო, toro ბევრი კაი რამ მოხდა. და მოდი დავიწყოთ რა თქმა უნდა ქართული ფეხბურთით, toro ჩვენთვის ეს პირველ რიგში ეს იყო ჩვენი წამოწყება და მოდი პოპულარიზაციისთვის ვისაუბროთ ქართულ ფეხბურთზე და აქვე იმას დავამატებდი რომ შეიძლება ეს დამთხევა და უბრალოდ ჩვენ აფერში არა, მაგრამ რაღაცაში მაინც მივიძვრის წვლილი რა. იმიტომ რომ რაზე ჩვენ ვისაუბრეთ რაზეც ჩვენ ვაკეთებით რაღაცა თემაზე ვსაუბრობდით, რაღაც მომენტებში მე შემხედია რომ აღმოფხვილა რაღაცები რა. ეხლა ჩვენ თავს არ ვაწერ ამას, მაგრამ თუ აი 0.001%-იც რო იყოს ჩვენი უკვე გამარჯვებაა ჩვენთვის რა. კი, რა თქმა უნდა. ახლა კი მოდი რითი დავიწყოთ ქართული ფეხბურთი? დავიწყოთ იბერიას ამ წარმატებას, არა მარტო იბერიას, საქართველოს ამ დიდ წარმატებაზე მინდა რომ მოგახსენოთ ორი სიტყვით, მოგახსენებათ ჩვენმა გუნდმა დაძლია ეს ბარიერი და უკვე კონფერენს ლიგაზე ოფიციალურად გავინახეთ საგზური. ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი საღამოს 8 საათზე იქნება და გულშემატკივრებს და მთელ საქართველოს გთხოვთ რომ მაქსიმალურად ჯერჯერობით ხვალინდელი დღით ტელევიზორებიდან დაუჭიროთ ხარი ბიჭებს, ხოლო 27 აგვისტოს უკვე უშუალოდ მიხეილ მესხის სტადიონზე მივიდეთ, გავამხნევოთ ბიჭები და ერთად კიდევ ერთხელ ახალი ისტორია დავწეროთ და მოდი ევროპა ლიგაზეც. ევროპათობაც არა, ამბიციები გვაქვს ამის, ხო? აქვე მე იმით შემოგიერთდები რომ მოდი ერთად ხვალ ვინ თამაშობს? იბერია. რა ფერიაცა? წითელია. რა თქმა უნდა, წითელი. კაი, ესე. ახლა კი ამ დიდი წარმატებაზე 22-23 წელი გავიდა რა პირველად მოხდა ეგეთი რაღაცა იმის შემდეგ. და ამას პლუს გავედით რა და თან საკაიფოდ გავედით და აქვე მინდა მიუძნა იბერიას ჰიმნი. ჩვენ კი არ ვიმღერებთ, ამას დავადებ. კი. და აი ეს მიუძნათ ჩვენ ბიჭებს, ლომ ბიჭებს. დღეს ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ ჩვენი დროა დღეს ისტორია ჩვენ წერთ ერთი გულით ერთი გუნდით ერთი სუნთქვით გამარჯვების ვიცამეთ ერთი პატარა უბნიდან ერთად ძოლით დიდ მიზნამდე ვიარეთ ჩვენ შენთან ვართ ხომ გესმის ხმა ეს ჩვენი გულია ის შენთვის გერს დავსერავთ ცას და ტოვებთ გვალს მომავალთა ობას გავუხსნით გზას არწივების გუნდთან ერთად ცხამთა გადავიფრინეთ დღეს ჩვენი დროა დღეს ხო კიდე რა მინდა კითხო, შენ ახლა უფრო კარგად იცნობ ამ გუნდს, რომ დიდის გაკავშირებს და მე მაინტერესებს უბრალოდ ანუ მათგან როგორი წამოვიდა ფეხბურთელებისგან. ანუ ეს მე იმას გულისხმობ, რომ ახლა როგორ არიან, როგორი მოტივაციით შეიძლება გამოვიდნენ ამ თამაშს, რომ ხვალ ისეთ თამაში ვიწევთ. ის ხომ არ არის შემთხვევით, რომ უკვე გასულები ვარ და უკვე კონფერენს ლიგას თამაშობთ, ხვალ უნდა ჩაიქნიონ ხელი. არა, ეგ არ იქნება დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რადგან ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია და ჩვენი გუნდი უკვე გავიდა კონფერენს ლიგაზე, რატომაც არა გუნდის იგივე განწყობა არის, რომ რატომაც არა თუნდაც ევროპა ლიგა. შეიძლება უცნაურად ჟღერს ახლა ჩვენგან რა თუნდაც ევროპა ლიგა, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ ვიაზრეთ იმ ხელა სიხარული იქნება ჩვენი ბიჭები თუ გაგვახარებენ და დარწმუნებული ვარ რომ გაგვახარებენ როგორც ხვალ ასევე 27-ში კიდევ ერთი ახალი თავი დაიწერება ქართული ფეხბურთის ისტორიაში და შევა ეს ყველაფერი ოქროს ასოებით ჩაიწერება იბერია ქართულ ფეხბურთში და ქართულ ფეხბურთის ისტორიაში.
კიდე ასევე იმას გეტყვით რომ აი გუნდის გაწყობასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ ეგ უფრო მაინტერესებდა. უკვე ჩავიდნენ ბიჭები, უკვე ემზადებიან. უკვე მიდის ვარჯიშები, უკვე მიდის უკვე თვითონ შიდა სამზარეულო და გუნდი უკვე მზად არის ხვანდელი მატჩისთვის და რა ვიცი, ერთ ვიტყვი რომ ყველასთვის და მთელი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის ხვალ. და კიდე ერთხელ წარმატებები იბერიას, წარმატებები ყველა ქართულ კლუბს, რაც არ უნდა იყოს. იყო იბერიას თუ არ შევეხებით, იყო რაღაც გულდასაწყვეტი მომენტები ქართული კლუბებისგან. მაგრამ ეს ყველაფერი მაინც საწყისია, იმიტომ რომ არიან ახალი მწვრთნელები, არიან ახალი ფეხბურთელები გუნდებში, ანუ ძალიან ბევრი გუნდი უკვე ქვემოდან ამოსული გუნდებიც უკვე წინაურდებიან ლიგა 1-ში, მაგაზე ეროვნულ ლიგაში. და რა ვიცი, პირველ რიგში წარმატებები იბერიას და რა ვიცი, ეს ვიტყვი რომ ბიჭებო, ჩვენ თქვენ გვერდით ვარ და თქვენ გვერდით ვიქნებით ყოველთვის, რაც არ უნდა იყოს. რთულ და კარგ მომენტებშიც კი. ანუ ეგ არის რა გულშემატკივრობა, რომ გამარჯვება ყველას უხარია გამარჯვება და ყველა დადებით ემოციაშია, მაგრამ აი ზუსტად აი მანდ არის რომ თუ მარცხდება გუნდი, მაშინ უფრო უნდა გამხნევება რა. თუ სიტყვაზე მატჩის დროს აგებს დინება და ლანძღვატი არ უნდა იმას პირიქით. უფრო უნდა გაც ეხლა მაგალითად თამაში ჩვენ ეგ გავაკეთეთ. იმიტომ რომ ზუსტად იფხელა მოხცვაძლევდით აქედან რომ ბიჭებიც გრძნობდნენ ამას რა და აი უფრო აი მელეჟილკით თამაშობდნენ, რასაც ქვია რა და მაგიტომაც აი რომ ტრიბუნაზე ხალხი არის აუცილებელი რა. ეს არის როგორც 2x2 4-ია, ეგრე არის, იმიტომ რომ ცარიელ ტრიბუნაზე мотивაციად გამოდიხარ რა, ხა ფეხბურთელი რო ხარ. ძნელია მაინც. ძნელია ხა რამდენი თამაში მინახავს ტელევიზიით, მით უმეტეს ხა ფეხბურთელების ხმა რო გესმის. ერთმანეთის პასი რატო არ მომეცი შეჩება და რაღაცები ისმოდა იმენა რა. თან მით უმეტეს სამწუხაროდ გვაქვს გამოცდილება ცარიელ ტრიბუნაზე, რაღაც დაღი დაასვა ჩვენ თამაშს. და მოდი ეს აღარ განმეორდეს, მივიდეს სტადიონზე ნებისმიერ ქართული კლუბის თამაში არ აქვს მნიშვნელობა. იმიტომ რომ ეს ყველაზე მნიშვნელოვანი არის როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ქართული ფეხბურთის პოპულარიზაციისთვის და ქართული ფეხბურთის ამაღლებისთვის და დონის აწევისთვის. ასე რომ ყველას მოგიწოდებთ, რომ მაქსიმალურად დაუჭიროთ მხარი ამჟამად იბერიას და უკვე ეროვნული ლიგაც დაიწყო. მაგაზეც გადავალ. მაგაზეც უკვე ნელ-ნელა დავიწყოთ ლაპარაკს. დავიწყეთ, მაგრამ მანამდე მინდა ესე ვთქვა ეს მოვაყოლე და ნაკრების ახსენე. დაიწერა ის რომ ანუ ამაზე მე ხალხმაც უნდა მივაწვდინოთ და მე მაგალითად ვიტყვი რა. სიხარულაშვილი შესაძლოა რომ ნაკრებში ითამაშოს, სანიოლმა თუ ინება და წაიყვანა და თამაშა ძალიან კარგი იქნება რა, იმიტომ რომ ძალიან კაი ბიჭი არის. და ჩვენ ნაკრებს ჭირდება რა ახალი მუხტი და ახალი ძალა ყოველთვის ჭირდებოდა და ჭირდება და თუ სანიოლი ცოტა ჭუას თავს დაატანს უნდა წაიყვანოს ეს ბიჭი ეხლა სექტემბრის თამაშებზე და უფრო გამოჩნდება უფრო რა და ჩემი აზრით უნდა მისცეს შანსი მაინც რა იმიტომ რომ ამის ყველაფერი აქვს უკვე 5 გოლია გატანილი რა და ძალიან კარგად თამაშობს რა და მე მივესალმებოდი რომ სიხარულაშვილი ნაკრებში ყოფილა. აი კიდე რა იბერიაზე მოვჩით. ნუ მეც დავამატებ, მეც რა თქმა უნდა წარმატებებს უსურვებ და ძალიან ვიხარია ყველას ეს წარმატება და ეს არის ჩვენთვის სიხარულო ფეხბურთი ხო ანუ შეიძლება ჩვენთვის ჩვენი სპორტი არ იყოს ესე ცალსახად, მაგრამ ფეხბურთი მაინც ჩვენთვის არის სპორტებს შორის ყველაზე ემოციური რა, იმიტომ რომ უფრო მეტ იმას სიხარულს ვიღებთ და მაგრამ ერთს ვიტყვი რა, უყურე შენ ნაკრები რო გავიდა ევროპაზე. ხო რა ქალაქში ახდებოდა. იბერია რო გავიდა მე მაინდა-მაინც ეგეთის ერთად არ მოვდიოდი. იქ რა წამოვედით ისევ ჩვენ შეძახილებზე რამდენიმე ადამიანი ავიყოლეთ გახსოვს ამ მომენტი. და მაინდა-მაინც აი ეს არ იყო რა და არანაკლები იყო ჩემი აზრით რა. უბრალოდ ეს იყო გუნდი, კლუბი იყო, ქართული კლუბი იყო, ის იყო ნაკრები და ისიც გავიდა ევროპაზე. სამწუხაროდ ჩვენ გვაქვს ეგეთი მომენტები და ეგეთი ჩვევები გვაქვს, რომ აი
კონფერენს ლიგას არ ვაფასებ ისეთ ტურნირად, რომ თითქოს აი რაღაცა ისეთი განსაკუთრებული არ არის, მაგრამ რეალურად რო შეხედო აი რამხელა წარმატება არის, რომ ნებისმიერ ევროპულ ტურნირზე მოხვდით, ხო? კონფერენს ლიგა უკვე გარანტირებული გვაქვს. ამიტომ აგერ ხვალ ბიჭები უკვე ევროპა ლიგის შესარჩევ მეოთხე ეტაპს ითამაშებენ. და დიდი ალბათობით შესაძლებელია რომ ევროპაზეც გავიდეთ, ევროპა ლიგაზე. რა ვიცი, არ გვინდა რა ესეთი მიდგომა, რომ აი რადგან კლუბი არის, არა. აი ამ კლუბებიდან და აი ამ პატარ-პატარა გუნდებიდან და ამ პატარა ოჯახებიდან იქნება დიდი ოჯახი, რასაც ნაკრები ქვია და აი მაქედან მოდის ეს წარმატება. აი ეგ არის საფუძველი, ეგ არის საძირკველი ამ ყველაფრის და აქედან იწყება საფეხბურთო წარმატება. კლუბიდან იწყება, კლუბებიდან წამოსული ფეხბურთელებიდან და კლუბების მიმართ სიყვარულით და ერთგულებით გადაცემით ხდება ეს ყველაფერი და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ არ იქნება ეგრე, რომ თუ იბერია თუნდაც ევროპა ლიგაზე გავა, მოდი ბიჭები გავამხნევ, მარტო ბიჭები გავამხნევოძე არ არის. მოდი ერთმანეთსაც ისეთი გავუკეთოთ, აი გვერდში დაუდგეთ, გაგვიხარდეს, აღნიშნოთ ეს ყველაფერი. იმიტომ რომ არ არის ეგეთი მარტივი ევროტურნირზე მოხვედრა. არც ერთი გუნდისთვის არ არის მარტივი. 22 წელი გავიდა და ბოლოს დინამო თბილისი იყო ევროტურნირზე. და 22 წლიანი პაუზის შემდეგ ქართულმა კლუბმა იბერიამ მოახერხა და გაიმეორა ეს შედეგი და გავიდა ევროტურნირზე და მოდი რა მაქსიმალურად დაუდგეთ ბიჭებს და ერთმანეთს გვერდში. იმიტომ რომ ჩვენი ერთმანეთის გვერდში დგომა, ჩვენი ერთმანეთის მიმართ კარგი დამოკიდებულება, ეს ყველაფერი სტადიონზე გამოჩნდება და სტადიონზე კომაგობის და სიყვარული და ბიჭებზე გვერდზე დგომით კიდე გამოჩნდება ის, რომ შედეგი მოვა. ჩვენ თუ არ ვიქნებით აქტიურები და ჩვენ თუ არ ვიქნებით მონდომებულები, ჩვენი მუხტი გადადის ფეხბურთელებზე სტადიონზე მით უმეტეს. ამიტომ ჩემი თავარი თხოვნა იქნება, რომ მაქსიმალურად დაუდგეთ ბიჭებს გვერდზე. კი და მეც შემოგიერთები, რა თქმა უნდა, გვერდში დადგომა აუცილებელია და ეს არ გესწავლება არავის. და ესეც იქნეს დიდი ახლა შემდეგი თამაში აქ ირაგელონიას აქ რო ვეთამაშები 27 უფრო მეტი ხალხი მოვა ჩემი რა უფრო სავსე იქნება და წინაზე რა გამისწორდა კიდე იცი მაგდენი ხალხი кайხანია მე არ მინახავს და ნაკრების თამაშებზე კი ბატონო მაგრამ იცი რა იყო აი შეძახილებს რო ვაკეთებთ მეორე ტრიბუნადანაც რა მაგარი ატმოსფერო იქნება ეგ იყო რა ანუ აი ეგ არის იდეაში ის ყველაფერი რომ აი არა მარტო კომაგი არამედ სტადიონზე მოსული გულშემატკივარი ძალიან დიდ როლს თამაშობს რა თქმა უნდა და ერთ რაღაცას მოგიწოდეთ რა ჩვენ კომაგები როდესაც გულშემატკივრობ და როდესაც ჩვენ გუნდს გვერდში უდგავართ თქვენს აკყევით, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი გუნდისთვის. მარტო ის არ არის, აი დავზე სემიჩკავ ჭამოდა რამდენი ახალგაზრდა და რამდენი ნახე რომ აი ტელეფონში არიან ჩამძრალები ესეთ მატჩი და აი სკროლავენ და ინსტაგრამზე არ გინდათ რა გეხოცებით და მაქსიმალურად მოდი დაუდგეთ ბიჭებს გვერდში, იმიტომ რომ არ არის ეს რაღაც ისეთი რა, ანუ უბნის თამაში ეს არ არის. ეს არის ევროპა ლიგის შესარჩევი ფინალური ის არის უკვე, ანუ ეტაპი არის შეგვიძლია გასვლა, რო არ შეგვეძლოს ამდენს არ ვისაუბრებდი და ამდენი ის არ იქნებოდა. გვაქვს ამბიცია, ყველანაირი პირობა გვაქვს. მოდი დავდოთ ეს შედეგიც. რატომაც არა? რატომაც ყველანაირი შანსი გვაქვს ამისი და უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად. მაგას ვამბობ. ჩვენ უნდა გავაკეთოთ, ბიჭები თავისას აუცილებლად გააკეთებენ. ჩვენ ანუ როგორც გულშემატკივარი და იქ დამსწრენი ვართ როგორც მე-12-ენი რა. ხო, მე-12 მოთამაშე ვართ ჩვენ და ეგრე უნდა დავხვდეთ ჩამოვლენილე. და კიდე იმას დავამატებ, რომ აქვე მინდა ჯინჯელავას განცხადებას გამოვეხმაო, რასაც კრიტიკა მოყვა. წინა თამაშზე რა მინდა ვიკითხო სად არიან ეხლა ეს ხალხი ალბათ კლავიატურა გააუშვათ იმიტომ რომ არ შეიძლება როცა პირველ თამაშს გუნდი თამაშობს ისეთ პირობებიდან გამომდინარე ჩვენ რაც გამოვიარეთ და მაგ თამაშს მე ოდესაც ესეთი კრიტიკა მოდის მე პირადად ეხლა ჩემზე არ მოქმედებს ეგ მე არ მაინტერესებს ვიღაცეების აზრი მაგრამ როგორც მოგეხსენებათ ახალგაზრდული გუნდი არის ჩვენი და ბევრზე შეიძლება ცუდად იმოქმედოს ამას ვერ იაზრებს ხალხი ვიღაცეები ჩასაფრებული ხალხი გულისხმობ თორე დღეს ვიც მოვიდა მაყურებელი ეს არიან ნამდვილი კომაგები ქართული ფეხბურთის და მინდა კიდევ ერთხელ მადლობა უთხრა მათ რა. კრიტიკა უნდა იყოს სამართლიანი ჩემი აზრით, არ უნდა იყოს უსამართლო.
და კრიტიკას გააჩნია კიდე როდის აკრიტიკებ ფეხბურთელს, როდესაც გუნდს 0-0 აქვს ნათამაშები და ერთ კვირაში მეორე საპასუხო ესეთი მნიშვნელოვანი თამაში აქვს, მაგ პერიოდში კრიტიკა ჩემი აზრით მიუღებელია, რაც არ უნდა ფეხბურთი გვეთამაშა. კიდევ ერთხელ ხაზს უზავ იქიდან გამომდინარე, რომ ყველა მიცოდა რა პირობებში ვითამაშეთ და სად ვითამაშეთ. აქედან გამომდინარე არის ჩემი პასუხიც, რომ უბრალოდ ეს კრიტიკა იყო ჩასაფრებული ხალხისგან და არ მგონია, რომ ბევრმა ძალიან ადეკვატურად გაიგო, ვისაც მართლა გული შეტკივა ქართულ ფეხბურთზე და ადეკვატურად მიიღო ჩვენი ეს ცუდი ხარისხი. იმიტომ რომ როდესაც ახლა შეუძლებელია სლოვანთან ითამაშო კარგად და ამ გუნდთან ცუდად ითამაშო. ის მოხდა გარკვეული პირობებიდან გამომდინარე და ვფიქრობ, რომ დღეს საკმაოდ დომინანტურად ვითამაშეთ და ჩემი აზრით ამ კრიტიკოსებს არ მგონია რაღაცა ხმის ამოღების უფლება ჰქონდეთ, ცოტა ხანი მაინც სანამ დაიწყება ჯგუფური ეტაპი და ასე რომ ეს არის და ეს მეტი არაფერი. რომ იქ რომ 0-0 ვეთამაშეთ. მაგაზე ხო ავარდა ერთი ამბავი, რომ აი ვიქაც იმასაც ვერ უგებენ, რომ საცოდავები იყო ეგ ლაპარაკები. რა უფრო ოღონდ ეგ იცივისგან იყო ფეხბურთი კი არ აინტერესებდა, კი არა, უბრალოდ აი რაც ის მოხდება. ხო, რა, მაგ მომენტში ჩასაფრებული მაგ მომენტში ჯინჯოლავას შეთანხმები 1000%-ით რა. არ შეიძლება რა ეს აი ჩასაფრებული რომ აი აბა ფეხი თუ წაუწდება და აბა ფეხი თუ გადაუბრუნდება რომ აი მომენტში რომ აი ნახე რა მოვიდა არ გასიძახი ზუსტად. ეს ყველაფერი ჯერ ერთი გუნდს თავი დავანებოთ. ჩვენზე აისახება ყველაზე ცუდად. და ფეხბურთზე აისახება ყველაზე ცუდად და არ გინდათ. უბრალოდ თხოვნა მაქვს. იმიტომ რომ ჯინჯოლავამ სწორი თქვა. ვისი საქმეც არ არის, მოდი რა დაანებე თავი გაჩუმდი რა, არ ამოიღო ხმა რა. მით უმეტეს არ ხარ, არ არის თქვენი საუბარი კომპეტენტური, არანაირ აზრს და ლოგიკას არ შეესაბამება თქვენი ეს უაზრო გამონახტომები. პირიქით ზიანს აყენებთ ამ ბიჭებს და ეხლა აი ამ მომენტში იბერიას ყველაზე მეტად გვერდში დგომა ჭირდება. ჩვენი კომაგებს და ჩვენი ქართველი ხალხის ერთიანი მთლიანი ძალა ჭირდება და მოდი რა არ გვინდა რა ეს გამოხტომები და რაღაცეები. პირიქით მეტი мотиваცია მიცეთ ბიჭებს გვერდზე დაუდგეთ და რა ვიცი, კიდევ ერთხელ წარმატებებს უსურვებ, როგორც ჯინჯოს, ასევე ყველას თელი ბერიას უსურვებ წარმატებებს და ხო რა. რაც უფრო ნაკლები გამოხმაურება იქნება, რომ აი ნახე რა იქ ჯერ ყველაფერს თავი დავანებოთ, 16 ფეხბურთელი გაუშვეს თამაშზე. ყველაზე არანორმალური რაღაც მოხდა. ამდენი ხანი იმგზავრეს. თამაშის წინ ჩადიხარ თან დედაქალაქში. სავარჯიშოდ გაწი გამოწია, საათ ნახევარი 2 საათი გაქვს. ფეხბურთს დასვენება არ უნდა, აღდგენა არ უნდა, ვარჯიშის მერე აღდგენა არ გინდა, რომ თამაშამდე მოემზადო. ვიზების რაღაცა ხო იყო. ჯერ ხო მაგაზე ვამბობ რა, ვიზის პრობლემა. თვითმფრინავი ვერ მოგვარდა, ბიჭებმა იწვალეს. და იყო დაჟე კომენტარებში მე წავიკითხე, რომ იყო ეგეთი რაღაცა, რომ აი მოყვარულთა ლიგის დონის გუნდი იყო ვერ მოყვარულთა ლიგის დონის გუნდი კი არა. სურო უბნის გუნდი იყოს. ნებისმიერს გაუჭირდება ეგეთ პირობებში თამაში. ჯერ მარტო სტადიონი რა დღეში იყო. ეს თადაცი დაგვახვედრეს ეგ სტადიონი ასეთ მდგომარეობაში ჩემი აზრით რა. იმდენად რთული არის პროფესიონალი ფეხბურთელისთვის ბუნებრივიდან ხელოვნურზე თამაში. იმდენად რთული არის. ჯერ გადაწყობა არის ძალიან რთული და მე ითამაშის ჩატარება ცალკე საკითხია. ხო და ეგ არის ციან ზოგ-ზოგიერთმა ზოგს ვაფშე ვიც ასეთ რაღაცას იძახის რა. ამაში მე ვერ გადამარწმუნებს მე ესე ისამა შეხედულება მაგ ეგეთ ადამიანებზე რომ ფეხბურთის გარტყმაში არ არიან არც საინტერესებს უბრალოდ არა ბიჭო რა ერთადერთი ის უნდა რომ აი ფეხი დაუსწრეს და всё აი ნახე რა როგორ ვერ მოუწევს ფეხბურთი იქნება ეს ეს ჩვენ ქართველებს გვაქვს ეგეთი რაღაცა რომ აი ფეხბურთს თავი დავანებოთ ადამიანური მომენტი ავიღოთ პატარა ფეხი გადაგიბრუნდება შეიძლება შენი ძმაკაცი რომელიც ძმაკაცი გონია აი უცებ გამოვა და ნახე რა მოგივიდა როგორ დაგემართა ეს მანამდე რომ ზეთმებოდი იმას და მე შედაგისდა ფეხი და ეს აკეთე მე ჩვენ ბიჭებზე მოქმედებს ამიტომ არ გინდა ვეთახმები ჯინჯოლავას და ჯინჯოლავას გავიმეორებ ზუსტად თქვენი ადგილი არის სულ კომპიუტერებთან როგორ კომპიუტერებთან რა უნდა აკეთოთ ისი საქმე გააკეთე შულობე კარგი საქმე გააკეთე ჩასაფრებულები კლავიატურის ლომები და ვირთხები კი ნუ ხართ. მე უფრო ეხა გჭირდება ჩვენ ერთმანეთის გვერდში დგომა და პატივისცემა და სიყვარული.
აი ახლა არის გადაწყვეტი მომენტი იბერიისთვის. ეხლა დაჭმის დრო არ არის ნაღდა პირიქით. ისედაც გვეყოფა, რასაც ჭამთ ერთმანეთს გვეყოფა. მოდი ამ ბიჭებს ნუ ვაგზნობინებთ ამას. სიყვარული გვერდში დგომა და ქომაგობი დავანახოთ, რომ ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ჩვენ ერთი ვართ. არ გვინდა ეს უაზრო გამონახტომები რა. ძალიან ერე მეშლება. იცი რა, მე ამას ამ განცხადებას უფრო იმიტომ ვიძახი, რომ ის ხალხი არ მინდა შეცდომაში შევიდნენ, ვინც ამას, ანუ ვინც აკეთებს ამას, იმაზე არ მაქვს საუბარი. ვინც ამას ისმენს და ვინც ამას მიიღებს და აკომენტარებს, ყველას უდი ის არის, ჩემო ცოტე რომ. ყველას უდი რა არის, ისე და ბოდიში გაწყვეტინებ. ძალიან ბევრი ნახე რა. თუნდაც თამაშზე. იბერიას თამაშზე, თუნდაც ლარნესთან მატჩი იყო რა. რომ აი გახსოვს რაღაც მომენტი პირველ ტაიმში რომ გვიჭირდა შეტევა და რაღაც არა, აი გულშემატკივრებიდან სამწუხაროდ გულშემატკივრებიდან მოსვენილ სიტყვებს ვციტირებ რა. აი ამათმა როგორ უნდა ითამაშონ? აი ამათმა ამ ფეხბურთით რა უნდა ბიჭო, ეგეთ ამოუგებულებაა და არ შეიძლება, არა, ყველაზე დიდი უბულებას როაზე ვერ მოიგებს უფრო. ფსიქოლოგიური მომენტია. აი ეს ყველაფერი თქვენ რა გონიათ, რახან ესე წამოისვრიან და ესე შეძახილებს აკეთებენ, არის მის და ვერ გებო ამ ენერგეტიკას ვერ დამალავ. ის ყველაფერი იგრძნობა იქ სტადიონზე. იგრძნობა რა. და მე უფრო რატო ვიძახი, იცი ამას, იცი როგორ ის წამოვიდა კრიტიკა კიდე რომ ანუ კაპიტანიო ასე არ უნდა საუბრობდესო. და რატო არ უნდა უსაუბრობდეს? ხო, არის. პირიქით, თან მით უმეტეს იქ ცუდი არაფერი არ უთქვა. იმ ხარზე თქვა, ვინც აი ეს შეგნებულად უნდა რომ აი ეს მოხდეს. ხო. შეგნებო იმ ხარზე არის გათვლილი ლაპარაკი, თორე იქ რო სიტყვაზე მომენტი ვერ გამოიყენა და რაღაც ემოციურად აუდა რაღაცა მოხდა. მაგაზე არ არისო საუბარი. პირიქით, ბოლოს ისიც განმარტა, რომ ძალიან ჩვენი ბალეშიკებიო, ყველაზე მაგარი ბალეშიკები არიანო და მათი დამსახურებაა ჩვენი წარმატებაო ტიპის და არის ლაპარაკი იმაზე, რომ ჩვენ მადლობას ვიხდის ყველას კაცო. ის ნორმალურად არის და ვინც აი მას საქმეს აკეთებს, იმაზეა საუბარი, რატო არ უნდა ეთქვა ერთი ვერ გავიგე. და მე თვითონ ეს კაპიტანია და კაპიტანმა თუ არა თქვა, აბა ვინ უნდა თქვა. გამაგიჟებდნენ ეს ხალხია. ასე რომ ამასაც შევეხეთ, ახლა დაქცეულ დინამოსაც ვისაუბრებ. არა, დაქცეული, ანუ არ შეიძლება მაგის ხმა მაინც და მოდი რას ვიტყვი, იცი? დაქცეული არ არის რა არის, იცი? ეს მაინც რამგონია გეტყვი. დაქცეული არა, უფრო რა არის, იცი? აი ის ძველი ჭრილობები გაგვეხსნა, რაც ზოგადად ქართულ ფეხბურთს ჭირდა. იმიტომ რომ იმის ლაპარაკი ვაი ქესპაიას ბრალია და ვაიმე აი გუნდმა, აი თუნდაც ჟალგირისთან მატჩი ვავიღოთ რა, აი მეორე მატჩი რომ გამეორებით მატჩი ვავიღოთ. მე ვერავინ ვერ დამაჯერებს, რომ გუნდს სახში 3-0 აქვს მოგებული და გასვლაზე 7 გოლს უშვებს. დაჩენ შენ გავაძლევ და მე კიდე მის ვიზავ. ანუ რატო ვიძახი ახლა რა? აქაც გაყოფილია ხალხი რა ბევრად თან. მით უმეტეს თავიდან ქეცბაია რომ მოვიდა, ყველას უხაროდა. ყველა კარგი დადებითად შეხვდა ამ ამბავს. მით უმეტეს მოგება. ხო, როგორ შეიძლება ქეცბაიას უარყოფითად შეხვდე? ხო რა, ჯერ ერთი თანამ ქეცბაია მოვიდა და სად იყო გუნდი და ამოიყვანა ეს გუნდი ფაქტია, ხო? და მით უმეტეს რა რამდენი 3 თვე არის, რაც არის 4. მე-4 თვე მიდის მე. ხო რა, ახალი მოსულია ჯერ და ჯერ არაფერი გამოახლებია ჯერ ესეთი. რა რესურსიც აქვს, იმ რესურსით აკეთებს და იქ ჟალგირისთანაც ის მარცხი, საჩნელი მარცხი განაპირობებდა იმას, რომ ზუსტად აი ქართული პრობლემაა რა, რასაც ქვია, იმიტომ რომ ფსიქოლოგიურად ძალიან გაწდნენ და აი ზუსტად ქეცბაია რაზეც საუბრობდა იმ გალეშიკობაზე, იმ კომაგობაზე. პრობლემებმა იჩინა თავი ჟალგირისთან გასული რა ატმოსფერო დაგვახვედრეს ხალხო ამას თქვენ იაზრებთ. ვაფშე არ მოგედგინათ ეგეთი ის რომ მოხდებოდა? ჟალგირისია რა ის ხო არ არის რა რეალიან ბარსელონა ან მანჩესტერია. ვინც არ უნდა იყოს არა აქვს მნიშვნელობა. არა, იმიტომ ვიდა ეგ მაინც უფრო დიდი ქვეყნები და დიდი კლუბებია და იქ ბოჟნა რა და ჟალგირისთან არ ელოდები ეგეთ ბებას რა. არ ელოდები და დაგვახვედრეს კიდევაც და ისე დაგვახვედრეს რომ რა ვიცი მე და თან მით უმეტეს ახლა თქვენი გადმოსახედვით 3-0 რო წააგეს აქ ჟალგირის აქ რო წააგო 3-0 იქ ვაფშე მაშინ კაცშვილი არ უნდა მისულიყო სტადიონზე, ყველა ხელი უნდა ჩაექნია. მაგრამ არა, პირიქით, აქაც ეგ იყო საჭირო.
უფრო მეტი ხალხი უნდა გამოვიდეს. წავაგეთ არა უშავს, უფრო მეტი უნდა გამოვიდეს მაინც ჩემი აზრით რა. მით უმეტეს რომ არ ჭირს ახლა თამაშზე დასწრება რა. ერთი ის არის პრობლემა რომ TKG-ზე არ იდება მაგის ბილეთები და რაღაც ხელშეკრულება აღარ აქვს TKG-სთან დინამოს თუ რაღაცა. საერთოდ მაგ პრობლემებზე კიდე ცალკე რაღაცები მე მოვისმინე. просто უბრალოდ ერთს ვიტყვი რა, დინამო ჟალგირისის თამაშზე ერთს ვიტყვი რა, ანუ ერთ რაღაცაზე გავამახვილებ ყურადღებას. ყველაზე დიდი უბედურება ის იყო რომ აი რაღაც მომენტში და თითქოს წნარად ვიყავი რა, ეხა ორი თერზე ეხა იმდენად დაძაბული არ ახარ, იმიტომ რომ ბურთიდან უპირატესობა გააქვს. გასული იყო რა, ანუ სადღაც სანამ უკვე მე-3 მე-4 გოლს გავუშვებდით რა, არა მე-4 მე-5 გოლს სანამ გავუშვებდით. უბრალოდ იმდენად გადაღლილი ვიყავი, მესმოდა რა, ანუ კომენტირება მესმოდა და უბრალოდ იმდენად დაღლილი ვიყავი, რომ ჩამთვლი ცოტა რა და თვალი რომ გავახილე და ეს 6 რომ დავინახე უცებ ხო არ მელანდება ანუ თვალები მე ხო არ მელანდება 6 რანა როგორ შეიძლება 6 გოლი გავუშვა და ცოტნე სწორს ამბობს წავაგეთ არა უშავს აი წაგების მერე რომ საფეხბურთო ტერმინით ჯოჯოხეს მოუწყო გუნდს სტადიონზე აი რომ დახვდები ყიჟინით და იმით ჟილკით რომ დახვდები აი ყიჟინი და ჟილკი დავხვდით საბერძნეთს აქ 26-ში. ხო, აი ეგ მუხტი გჭირდება ყოველთვის. და ფეხბურთელები როგორ თამაშობდნენ? ბოლოს აი ეგ მუხტი იყო. თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე როგორც იყო ქართველი გულშემატკივარი, აი კბილებით რო იბრძოდა, ხო? აი ეგ მუხტი და ეგ ენერგია. აი ეგ ენერგია სტადიონზე გადავიტანო და გადავუტანოთ ბიჭებს რა, არ მინდა რა, ბიჭო, აი უბრალოდ არ შეიძლება ეგეთი რაღაცა რა. აი ეს მუხტი, აი ეს ერთიანობა რა ჩვენ ერთმანეთში გვაქვს ხომაგებს და ყველა ფეხბურთის მოყვარულს მოდი რა როგორც ხვალ ისევე 27-ში სტადიონზე დავანახოთ რომ არავის ნაკლები არა ვართ მოდი რა სტადიონზე მოუწყოთ საფეხბურთო ტერმინით ჯოჯოხეთი და ისეთ წნეხში გავატაროთ რომ უბრალოდ თამაში აღარ მოუნდეთ და აი ამ წნეხს რო ჩვენი ბიჭები იგრძნობენ აი ეს წნეხი ჩვენ 26-ში ერთხელ უკვე განვიცადეთ მოდი ხვალაც და 27-ში იგივე გავაკეთოთ მით უმეტეს სახში ვითამაშებთ 27-ში. აგვისტოს 27 აგვისტოს უკვე მიხეილ მესხის სტადიონზე იქნება თამაში. და აი ესეთი დამუხტულები მივიდეთ ყველანი სტადიონზე. და ეგ არის ყველაფერი. რაც არ უნდა იყოს, როგორი მომენტი არ უნდა იყოს. არ გვინდა რა ეს ხელები ჩამოყრა და სტადიონზე როგორ მივიდეს და რაღაცა არ გვინდა ეგეთ რაღაცა წინასწარ გავთხილებ და გეუბნებით თხოვნა მაქვს. არ გვინდა ეს ჩვენი ლაპარაკი მაინც მივა იმ ბიჭებამდე და იმ ბიჭებზე იმოქმედებს სტადიონზე და უბრალოდ არ გვინდა ეგეთი რაღაცა. უბრალოდ ერთ რაღაცას ხო ცოტა და დაწნებულა შენზე მეთანხმები. საფეხბურთო ჯოჯოხეთი მოუწყოთ იაგელონიას. ო რაც ზოგადად არის там რიგ მატჩები არის სადაც ზუსტად რომ აი ეს ხალხი იგებს რა. ხო. ტრიბუნაზე დამწეს საზოგადოება. თუნდაც 26-ში აი ხა რას მე ვახსენე რა საქართველოს საბერძნეთი რაც ვახსენე დინამოზე. ჯერ კიდევ თამაშის დაწყებამდე სადაც 4-5 საათით ადრე ხალხ სტადიონზე მისული ხალხი. აი ეს ამხელა ემოცია, ეს ამხელა გვერდზე დგომა. იმდენად შეშინ ჯერ კიდევ საბერძნეთს ეთყობოდა, იმდენად შეშინებულები ჩამოვიდნენ, როდესაც გამოვიდნენ სტადიონზე. ჯერ მარტო ვარჯიშზე ვამბობ და გახურებაზე ვამბობ თამაშის. იმდენად შეშინ ეგენ თამაშმოგები არ იყო. მით უმეტეს ვიცით რომ საბერძნეთი ხელწამოსაკრავი ნაკრები არა. რაც არ უნდა იყოს. მაგრამ ხო დავანახეთ ძალით და ჟილკით და ხომაგობის და ერთმანეთის სიყვარულით. ჩვენი მუხტი ხო გადაეცა ბიჭებს. აი ამ ჩვენმა მუხტმა და ამ ბიჭების ერთმანეთთან კავშირმა რა გამოიწვია დავინახეთ 26-ში. მოდი იგივე გავაკეთოთ 27-ში და ხვალაც. და ეს ყველაფერი დავანახოთ ბიჭებს რა. თავის მე კიდე ის თქმა შემიძლია. აი ისა რა ქვია დინამოზე საუბრობდი და მან კიდე რა მოხდა ახლა უყურე. აი ეგ მარცხი ჩაიარა, ნუ აქ უკვე გატყდა ხალხი, უკვე ხეცფაიას აბრალებდა, ლორიას დაბრალდა, ატომღაც აბსურდულად. ლორიას დაბრალდა და გეგონება იმან რაფია. მე თავიდანვე ვიძახდი რომ დინამოს, ნუ ხეცფაია მას კარგად იცის რა.
დაცვაში არის სერიოზული პრობლემა. არა, დაცვაში ხდება. დაცვაში ნახევარ და სრული კატასტროფა. რა ხდებოდა? სრული კატასტროფა იყო, აი მე მგონი მეოთხე გოლი იყო, რომ ბურთი ვერ გამოიტანეს. ბურთი ვერ გამოქონდათ კი პას ვერ აბავდნენ, აქედან აქ ვერ აძლევდნენ პას. იქვე ბურთის მოშორება, ბურთსაც ვერ იშორებდნენ, აი კომპლეტურად. იმიტომ ეგრევე კარგავდნენ. ერთი რაღაცა ნინუა რაღაცას გაკეთებდა, მე ისევ ისე. მე ერთი-ორი მომენტი ნინუა ეს კრიტიკა, ამ ყველაფერს იმიტომ კი არ ვამბობ ჩვენ, რომ აი გვინდა რომ რაღაც, არა, პირიქით. არა, პირიქით კაცო, ჩვენ გვინდა რომ გამოსწორდეს ეს ყველაფერი. ჩვენზე მეტად ამ ყველაფერს თემურ ქესფაიასთვის ვამბობ პირადად მე, იმიტომ რომ ვიცი რა გულის ადამიანი და რა გულის კაცი არის. ჯერ ანუ მოდიში გაწყვეტინებ, აი ეს ქესფაიას სახე განაპირობებდა ყველა მთელ ქართულ ფეხბურთს. ამას ვიტყვი. აი როგორი სახეც ჰქონდა და ამაზე ის პარალელი მახსენდება სულ, ცოტა შეუსაბამო პარალელია, მაგრამ სადღაც მაინც არის რა. აი ერეკლე მეორემ რო წანესის ბრძოლა წააგო, აი ეს სახე რო ქონდა, ის დამარცხებული სახე რო ქონდა და ის გაგიჟებული სახე რო ქონდა, ქეცმაიას სახე იყო რაღაცნაირი ამ წაგების დროს. თუ დააკვირდი და როგორი სახე ქონდა, ბიჭო, ანუ კი არ ესე კი არ ტიროდა და რაღაც, აი ქართული ფეხბურთი გულში ჩაიკლა ეს გამოჩნდა რაც თემურმა განიცადა ჟალგირისში. ხო, რა, აი ეგზე და ეგეთ ადამიანზე, რა ვიცი, რა. მაგის მერე მით უმეტეს ეროვნული ლიგა დაიწყო და დინამო მაგე რუსთავთან 3-0 წააგო. მაგამდე გეტყვი ახლა სპაიერთან რო იყო თამაში. 2-1 რომ მოიგო, მან ანუ პირველ ტაიმი ხო მოუგო სპაიერმა. და სხვადასხვა კარგად ეთამაშა რა. და პირველ ტაიმი რო დასრულდა ეს ჯიგრები, ეს კლავიატურის ნიცები, დაიწყეს რომ აიო გამოყვათო ისაო და ესენი არისიო დარხეული აქვს და რაღაცები ისა და რო დაუტრიალა მერე დინამო მერე დაუწერე, აი მეთქი, გამოიღეთ. დადო თუ არა კამბექი თქო. ასე რომ დაანებეთ ამ ლანძღვას რა. twins ლანძღავს და ვინც ამითი ხელს ითმობს და ისა მე იმასაც გეტყვი რა, მაგ იმითი იცი რა არის? ფულს აკეთებ. ასეთი რაღაცების აკეთებით. პიარებია რაღაცა არის, თან სამწუხაროდ საუბედუროდ რაც უფრო ცუდი ვაზე ვიდეოზე ცუდი რაღაც ხდება, უფრო მეტი ნახვები აქვს, ვიდრე რაღაცა კარგი. ეხა უყურე. იბერიამ რომ მოიგო ეს. კი ბატონო, უხაროდა ყველას რაღაცა იბერიის გვერდი დადო, კოკობეთმა დადო, რა თქმა უნდა, გამოეხმაურა რაღაცა და всё, მორჩა. იქ არაფერი ბევრი არაფერი ამბავი არ ყოფილა. და აი, როდესაც დინამომ ის მარცხი განიცადა და ეგესაში და წააგო, მთელი TikTok-ი გინდა, Facebook-ი გინდა, Instagram-ი გინდა, ყველგან ეგ იყო და ყველგან იყო ლანძღვა. და ანუ ცუდი რატო ეს ჩვენი ბრალიც არის ხალხი. ხო და სულს უყურებ. ხო და მაგას ვამბობ რა. აი სანამ იმას არ ვისწავლით, რომ აი ესე უაზრო გამონახტომები და უაზრო კომენტარებისგან თავის შეკავებას არ ვისწავლით. ჯერ ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის. აი ეს ყველაფერი გვყავს ჩვენ და ამ ყველაფერს მივყავართ იმ შედეგებამდე, რა შედეგებიც მოდის ხოლმე. და თქონდა მაგრამ უბრალოდ არ გინდათ აი ეგეთი უაზრო გამონახტომები. აქვე ისე თქვი რომ ეს პაუზა ისარგებლა სპაიერმა და ისარგებლა ახლა იმას შედარებით უკეთესად ითამაშებს ახლა ბოლო თამაშები რაც ნახეს სპაიერის ძალიან უკან მიდიოდა და მოდი წარმატება უსურვოთ ჩვენი გუნდია მაინც აბურთალოს გუნდია ისიც და წარმატება უსურვოთ და რავი უფრო ახლა სანამ ეს პაუზა იქნებოდა 1-4-5 მატჩის პადრია ძეძე დაგებდა გუნდი და თან კარგ შედეგსაც ვერ დებდა თამაშის ხარისხით და დინამოსთან რავი ხა კარგი ფეხბურთი აჩვენა ახლა ვერ იტყვი ვერ ითამაშა მომენტებიც ჰქონდა და ვერ გაიტანეს უბრალოდ საბოლოოდ ახლა ნუ ხეცმაიამ მოიგო ეგ თამაში იმიტომ რომ კაი შეცვლები გააკეთა და დროული და შეცვლაზე შეცვლმა იმას ვაწაძემაც შეაგდო მე ერთი გოლი და კარგი იყო რა კარგი კამბექი ნუ ახლა რუსთავთან მაგაზე მე სხვათა შორის ვიძახდი კიდევაც რა რუსთავი დონია რა ნუ ქართული მასშტაბში ნუ კარგად თამაშობს ეს გუნდი რა მოდი თქვა პირდაპირ და არც არ გამკვირვებია დინამოს ეს მარცხი მაგრამ ასეთ მარცხსაც არ ველოდი რა მაინც რაღაცა ვაფშე უბრძოლველად თამაშობ მე კარით გვარს ვერ ვიხსენებ დინამოს
კარში ვინც იდგა რა. აი პირველი გოლი იყო. ლორიას აღარ აკეთებს. ლორიას ისეთი წამოვიდა რომ აი ლორია დაბერდა და ის ხო კარგი იყო აი ესპანეთთან და აი ძველ თამაშებში რომ ლორია დაფრინავდა და ლორია რომ მაგარი იყო. აი ხო კარგი. ფეხილოვათი უცდება ადამიანს. ეგ ხო მაგრა იცით, აი თქვენ გეუბნებით პირადად ყველა იმ ადამიანს მოგმართავთ. ეხლა ვისაც ენის ტელიკინი და აი ეს უაზო რაღა გამონახტომები გაქვთ, რა პირდაპირ არაფერს არ მწხვენია რა, რაც გინდა დაწერეთ კომენტარებში. პირდაპირ გეუბნებით. მაშინ ხო კარგი იყო ლორია. მაგრამ რო თამაშობდა, ბერჯერ რო გადაგვარშინა. მაშინ ხო კარგი იყო ლორია. რადგან ოდნავ ასაკში შევიდა და ისეთ ფორმაში ვეღარ არის, ანუ ფეხი დაუწთა და იცი რა, ბარემ ბოლომდე გადაუაროთ. მამარდაშვილზეც ეგრე არის, ხო, მოდი ვთქვათ ეხლა. ყველაზე ეგეთი რეაქციები აქვს და არ გამოგადგებათ, ეგ არავის არ გამოგადგებათ რა. საოცარი ევროპა ჩაატარა. ძალიან მაგარი ევროპის ჩემპიონატის მერე მამარდაშვილმა. აი ეგ ხდება, ეგ არის ფეხბურთის კანონია, რომ ყოველთვის და ყოველ დღე და ყოველ წამს აი ეგეთ ფორმაში ვერ იქნები. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ენა უნდა ატალიკინოთ. ეგეც შვება რომ იცოდეთ. უაზრო გამონახტომები რო გაქვთ რა. დაეტიე და თქვენთვის იყავით რა. აი თქვენაირი ბოდიში ამ სიტყვაზე, თქვენაირი ბოდიში და ენის ტლიკინა და ბოდიში ჩემწოდესა პოდკასტში არ ვნახმაროთ, მაგრამ ქვეშაჯვიების გამო აი ეს ყველაფერი გადადის ბიჭებზე რა. და მართლა დააყენეთ ერთი ადგილი რა. აი უბრალოდ არავის არ გამოგადგება ეგეც აქცია. მე იმას ვიტყოდი რომ ეგენი მაინც გააგრძელებენ, მაგრამ აი არ მოусმინოთ უბრალოდ რა. ყურადღება არ მიაქციოთ რა. მართავთ. ხო, ალბათ არაყვეთ. არ შეხვიდეთ პოლემიკაში. არც გავატაროთ უბრალოდ. თქვენ ილამ აზრი არ აქვს. ეს იქნება უბრალოდ სხვანაირად ვერ შეცვლი მაგათ. ისე გაახმოა ეგეთ რაღაცა გააკეთე. ყურადღებას რო არ მიაქცევდა არეკლებად ისიც გაჩერდებია. ხო, რა ერთი ორი რაღაც მიაქცევ ყურადღებას ყუი და ყუში გაუშვებს, всё რა, ნუ არ არის. არ არის ხალხო რა. არც ანუ ის პასუხიც არ დაუწეროთ. არ გალანძღო და ეგეც არ დაწესო, ეგეც აქტიურობაა უკვე. ხო. იმათთვის ეგ არის ყველაზე დიდი დარტყმა. აი ამ ბუდიში და სუანა კომანდისთვის აი ეგ არის ყველაზე დიდი. ეგენი არის ბაუნე პარაზიტები ჩვეულებრივ. აი მაგ პარაზიტებისთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი იქნება რომ ჩვენ კომენტარს კი არ დაუწერთ. რომის სცენა მას არ გაცემთ. ასაც გაყიდიან ეგენი კაცო. კი, არ შეიძლება ეგეთი არა. ხო, მოკლედ დაუბრუნდეთ ისე და კიდევ კეცბაიაზე იმას ვიტყვი რომ იცი რა არის კრიტიკულად იმაც არ უდგებით, ცოტა სხვანაირად მოდი გავუჭვირდოთ. რატომღაც ამ კაცს უფრო აქვს უცხოელების იმით. რომ უფრო მეც უცხოელს ათამაშებს, ქართველების ყამზე უზის და ჩემი აზრით ეს ცოტა იცი როგორ ახალ უცხოელია, ანუ შეიძლება მონაცემად, შეიძლება უკეთესი ფორმაშია ვითომ ის ფეხბურთელი, არ ვიცი, ეხა ერთი ბრაზილიელი მოყავს კიდე დინამოს. რომელიც რაღაცა გუნდი აღარ მახსოვს. ანუ მაღალ დონეში არ თამაშობს რა. და უთამაშია ერევნის ჩემპიონატში, სომხეთის ჩემპიონატში. და ეგ მოყავს რა ქნაზე, ის საშუალებაც აქვს, ის მოყავს ეხლა და ქართველები არ გადმოხედოს ჩემი აზრით უფრო კარგი იქნებოდა რომ დააკვირდეს. მაგალითად არის ვინც ეხლა პირველ ლიგაში არ არის, მეორე ლიგაც ხო არის თამაშობენ. იქაც გამორიცხული არ არის ვიღაცა ისეთი არ იყოს. იქიდან შეავლოს თვალი წამოიყვანოს. ჩემი აზრით არა მაგხრივადაც უნდა მიექცეს რა ყურადღება, იმიტომ რომ ჩვენ დღესდღეობით ხო ისეთი ფეხბურთელი ყავს ყვარაცხელიაზე მაქვს საუბარი რომ ყველა ეს პატარები ვინც მოდიან წამოიზნებიან რაღაცა ყვარაცხელი არის ამათვის რავი რაღაცა ფენომენი ადამიანი და იმას მიყვებიან და უფრო წამოვა რა კაი თაობები რა ჩემი აზრით და უფრო უნდა მიექცეს ეს არის რა ანუ ახალი თაობა რა მოდი ახალგაზრდა ფეხბურთელებზე ვილაპარაკოთ რა ორი სიტყვით. კი არის როგორ არის ნებისმიერ იგივე ბართიშვილი, იგივე ბედოშვილი, იგივე რა ეგ უკვე წამოსულები არის რომელი ერთი თქვა ანუ ახალგაზრდებზე იმიტომ ვამბობ ანუ მე ნაკრე სამომავლოდ ვამბობ რა ანუ აი იმ დიდი პერსპექტივისთვის რა ძალიან ბევრი არის რა არ ვიცი რომელი ჩიქოვანი თუნდაც თუმეტეს ვიჭია წარმატებებს უსურვებ ორივეს კი ორივეს ძალიან დიდი მომავალი აქვს და წარმატებები ნიკოლოს წარმატებები ჩემო სანდრო და რა ვიცი ყველაფერს კარგს გისურვებთ გოლებით გაგვახარეთ და გოლებით გაგვახარეთ კი თუმეტეს ჩიქომ შეაგდო
იქ შეალო საკაიფო წინა თამაში თავისი ჩვეული მინახავს მე მისი წარმატებები რა მართლა ანუ ეს ის თაობა არის რომელსაც აი ნოდარ სიმსივეს სიტყვებს ციტირებ ხა ეს ის თაობა არის რომელთაც წაგებულის მენტალიტეტი არ უნახია რა ამათ ის არა აქვს ნანახი აი ის დიდი მარცხები არა აქვს ნანახი რაც ჩვენ ეროვნულმა ნაკრებმა და ისიც არა აი ის გაჭირვებაც არა აქვს ხო ანუ ეგ პერიოდი ეგ 90-იანები და ეგ პერიოდი არ აქვს ამათ გამოვლილი რა სამო ბიჭო კეცფაიას დროს იმენა ვარჯიშის დროს შევარდებოდა ჯარი ხო და იმე მთელი ქაოსი იყო იმე რა ფეხბურთი ის ფეხბურთი ხალხო ვიც ახლა დიდი ხართ იმათ გეცოდინებათ ეს ყველაფერი ვიც ახალგაზრდა ხარ და აი პატარები ხართ იმათ გეუბნებით საშინელ პირობებში იყვნენ ეკიპირება რომელ ეკიპირებაზეა ლაპარაკი ის არ ქონდათ ელემენტარული სპორტულები არ ქონდათ სპეციალური ვიცი ეთამაშათ რაც მოეპოვებოდათ სახში ისინი ეცვა ბურთი რანაირი ბურთი თამაშობდნენ სტადიონები ხო გაუბედურებული ჯეჯილი იყო იმენა ამოდიოდა რავი მიულიდა იმ სტადიონებს მერე ისე მოხდა რომ ეს სტადიონები გაყიდეს ერთი პერიოდი ხო იყო ის რომ რაგბა რომ მოიდგო ფეხი და მოიდგო ფეხი რაგბის სტადიონებად აქციეს ბევრისა და ფეხბურთის ისინი და მაშინ არ იყო ზუსტად კეცბაია რომ სახეს-ახევს იქა ფედერაციისას თავს სად იყავით მაშინ რომ მინდვრებს გართმევდათო და სტადიონებს რომ გართმევდათო რატო ხმა არ მოიღეთ როდიდან ყვირის ეს კაცი როდიდან დიძახის სიმართლეს და თქვენი გაუბერა ამ კაცმა წავიდეს ისა სად უნდა წავიდეს მაგაზე უკეთესი ვინ მოგხავთ მე შეგეთყვი და ეხა ფლიკი და ის ჩამოგივა ეხა გვარდიოლა ჩამოგივა აქ ო აი ლუის ენრიკე ჩამოვა და აშენებს კიდევ რა ჯოგ ისევ ქართველი აყვავებს გუნდს მე ესე ვფიქრობ როგორც კარგი იმითი უნდა რესურსები ჭირდება საამისოდ რაღაცა და ჩემი აზრით ყველაფერი გამოვა რა ნუ იქნებით ესე ჩაკიდული ცუდ ამავს პირიქით გაამხნევეთ იარეთ არაუშავს წააგო მაინც მიდით სტადიონებზე თუმეტეს ძვირი არ არის და არაფერი და კიდე ერთ საკითხს მინდა შევეხო დღეს მოვისმინე რომ სილკ უნივერსალი გადმოსცემს იბერიას ყველა თამაშს გადმოსცემს ქუთაისის ტორპედო თამაშები და ნუ დინამო არ არისო რა ანუ არ თანამშრომლობს ჩვენთან რა და მაგიტომაც ისა და ნუ ატყობა რაღაცა პრობლემებია რაღაცა კონფლიქტია მაგრამ იმედია მოგვარდება და ორზე კი გადის თამაშები ეროვნული ლიგის თამაშები გადის ყველა თამაშს აჩვენებენ იქ უკვე ეხლა რომ გავიგერა სილკზეც გადის თამაშები მაგრამ მან გადის უფრო აი იბერია ტორპედო დილა და ესეთი თამაშები და ორი არის არხი მე ორია ხო და მან დაჩვენებენ ყველა თამაშს რაც არის რა ამის თქმა მინდოდა რომ იმედია მოგვარდება იქაც ხარვეზები ამოსწორდება მანდაც ეთყობა ჟურნალი ხარ კეცბაიას არა კარგი ურთიერთობა ჟურნალისტებთან და ეთყობა მაგიტო არ თანამშრომლობს წარი გამოსილება ხო და ეს ზოგადად გაუგოთ ეს ხო იცი რომ ქართველებს გვიყვარს რა ეს ის ტილიკი რომ აი რა კაცი რომელმაც თავი გადადო ქართული ფეხბურთისთვის და კაცი რომელმაც ფეხბურთის სიყვარული დაგვიბრუნა ხო ეგ კაცი ეგ კიდე 2012 წელი იყო მე მგონი ნაკრები ხო აი მაგ ინტერვიუზე აუ პირველი არხზე იყო მიწო დავით მინაშვილთან იყო თამაში ხო მაშინ თუნა კაცი ვარ რომ შესეულები რო ტურებივით რო დაესწინე რა ერთმა კაცმა ხო ჩაუდო ყველას აი ეხლა გადავალ ნაკრებზეც ვისაუბროთ და მე გადავიდეთ თავარ საკითხებზე კიდევ ნაკრებზე ორი სიტყვით იმას ვიტყვი რომ სექტემბრის რიცხვებში გვაქვს თამაშები ხო ნუ სექტემბერში სერიოზული თამაშები და აქ რატო ვიზახი ეხლა რა მე მაგალითად პირდაპირ ვიტყვი რა სანიოლის აღარ მჯერა და ნუ მე იმას არ ვიზახი რომ ცუდია და რაღაცა მადლობას მეტი არაფერი არ მეთქვის ამ კაცზე რაც გააკეთა ჩვენი ნაკრებისთვის და ევროპაზე გაგვიყვანა და ყველაფერი მაგრამ ყოველთვის არის დრო როცა უნდა ახვიდე რა ნუ სამუდამო ხო არ არის ჩემი აზრით ამ კაცმა ამოწურა თავისი თავი
და აქვე იმას დავამატებ გველესიანის გამოსვლა, რომელიც საუბრობს ძალიან კარგად ნაკრებში მომხდარ ამბებზე და ვითარებაზე. ნახოთ ეს ვიდეო. ჩვენ ნამდვილად შეგვეძლო სოფლიო ჩემპიონატზე გასვლა. მე მჯერა კვლავ ამისი რომ ჩვენ დიდი შეცდომა დავუშვით, იმიტომ კი რომ მე ან ვინმე სხვა არ გამოვიძახით, არა, უბრალოდ ჩვენ რაღაცები აურდაურიეთ და ამის უფლება არ ქონდა. შეიძლება გითხრა კონკრეტულად რა. არ შეგვიძლია ჩვენ მივაწეროთ ყველაფერი გამართლების ფაქტორს. ჩვენ გარკვეულწილად დავიმსახურეთ ის წარმატება, რაც ჩვენ დავიმსახურეთ და წარმატებას შესაძლოა მოყვებოდეს კრიზისი და წარმატებულობა ბუნებრივია, თუმცა რაღაცებს როცა უკვე არასწორად კეთებას იწყებ, მაგალითისთვის გადააწყობ ტაქტიკას, მიზეზად მოყავს ის, რომ მაგალითად შეტევაში შენ კაცი გაკლდება სამცველიან ტაქტიკაში, ეს არის ძალიან პროფანული შეფასება. იმიტომ რომ სამცველიან ტაქტიკაში არ შეიძლება კაცი გაკლდებოდეს შეტევაში თუ სწორად გახარ შეტევაში. შესაბამისად მე ისე მოგვიწია ისევ სამცველიან ტაქტიკაზე გადმოწყობა. იმ მომენტში და იმ სიტუაციაში, სადაც ჩვენ გვჭირდებოდა ის ტაქტიკა და ის მონახაზი და ის მიდგომა, რაც ჩვენ მანამდე ქონდა, რამაც წარმატება მოიტანა, რაც არ იყო გადაბერებული და რაც არ იყო დრო მოჭმული, ხო, რაღაც ესე თქვა ემპირიამ გამოაჩინა, ზოგადად ჩვენმა გამოცდილებამ გამოაჩინა ის, რომ არ გაამართლა, ხო, ამ გადაწყობამ. ვინ არის პასუხისმგებელი ამაზე? და შეიძლებოდა თუ არა უკეთესად. ეხლა ეს ძალიან აბსტრაქტული საუბარი და მსჯელობა, თუმცა მე ჩემი აზრი გამაჩნია ამასთან დაკავშირებით. ხო, აი, აქ რასაც საუბრობს, ხო, აღარ გამმეორდები და ვიტყვი იმას, რომ ეს პრობლემა დღესაც აი და უფრო უარეს დღეშია, იმიტომ რომ უკვე საჭიროა რომ რაღაცეები შეცვალოს, იმიტომ რომ ძალიან მაგარი რესურსი აქვს ჩვენ ნაკრებს, ძალიან მაგარი ფეხბურთელები ყავს და ძალიან მაგარი თაობა მოდის და რო ასე რომ ვთქვათ, ოქროს თაობა, ოქროს ხანა აქვს ჩვენ ნაკრებს. და ეს ახლა უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად კარგად. სანიოლი ვეღარ იყენებს რა, არ გამოსდის ამ პროცესისა და აბი არ მინდა რომ ახლა როგორც ბელგიამ განიცადა მარტინესის ხელში და აგერ პორტუგალიამ ახლა მსოფლიოზე მარტინესის ხელში საქართველოს ნაკრებიც არ მინდა ჩავარდეს ეს, იმიტომ რომ პოტენციალი აქვს. უნდა ითამაშონ შემტევის იცი რა არის? თავდაჯერება აკლიათ რა რაღაც მომენტებში რა, იმიტომ რომ ჩვენ ასე გრით თიმი ვართ, რაღაც შეგვიძლია და მოდი ახლა ანუ შეტევაზე ვითამაშოთ რა, იმიტომ რომ წინ ესეთი სასტავი ყავს, ყველას ეშინია უკვე. კვარაცხელია მიქაუტაძე. ჯერ მარტო კვარაცხელია იყოფა ყველას. ხო, თაობა კიდევ ზოგადად ჩვენ თაობები და კიდევ ახლები რომ მოდიან. ეხლა მაგალითად ეხლა ვერ მოესწრება ეხლა ამ შესარჩევებზე, მაგრამ მომდენო შესარჩევებზე უკვე ამ სოფლიოზე და იმაზე. უკვე წამოვლენ ეს თაობები. და აი უკვე კაი შანსი ვექნება და რაღაცა საჭიროა რა, უცებელ უფრო რაღაცა განახლება და უფრო სხვა სტრატეგია, სხვა სტილი, რაღაცა ეხლა იმედია რომ ჩაკვეტაძე უდიდესში გადავიდა და იქაც გოგლიჩიძესთან ერთად და იმედია ამის ბიჭი ტრავებს აღარ მიიღებს და არ ძალიან მომწონს ეს ბიჭი და ძალიან მაგრა თამაშობს და ჩვენ ნაკრებში აი თუ აკვირდები ჩაკვეტაძე რო არ არის პრობლემა ცენტრში სერიოზული, მაგრამ მატორია რა ჩვენ ნაკრებისთვის. კი, კვარაცხელია მაგარია, მაგრამ ყველაფერს კვარაცხელია ხო ვერ გააკეთებს. იმასაც სჭირდება ხელი შეწყობა. ის ხო გახსოვს შენ ამ ხანაგურ მატჩზე კუთხურს რო აწვდის და ტიპს ეუბნება რომ მარცხნივ წავალო. ანუ ყველაფერი გასაგა სადაზრეს პასზე. იკარგება ბურთი. აი რატო რომ აი ხალხი არის გამოდის ხოლმე რომ აიო იქო ევროპაშიო თამაშობსო, იქო ბევრს უხდიანო და იქ იხარჯება ბოლომდეო და ნაკრებში არ იხარჯებაო. რა არ იხარჯება, ყვარა თუ არ აკეთებს, აბა ვიღა აკეთებს. მაგრამ იმასაც სჭირდება შემწყობი. შენ რო პას გეუბნება რომ მარცხნივ წავალო და ანუ იქ გეუბნება შენ პას სადაც უნდა გააკეთო რეალურად, ხო და შენ სხვაგან აკეთებ. აღარ გამოუვა იმასაც, ხო? და ესეთი ფეხბურთი ხო ამაზე აგებული პასები და კომბინაციური თამაშია რა. თამაში თუ შენ კარათა შეუწყე ხელი, ერთი კაცი ვერ მოიგებს, კი, მოუგია, ყვარასაც მოუგია. მარტომას თამაშები, მაგრამ ნაკრებში სხვა პრობლემაა რა მაგ. რადგან კვარაცხელი ასე ვეხეთ, კიდე აქედან ხუჩას ბიულოცავ, აც უკვე მეორე სუპერთას ასწია და შვენიერი გოლით შეაგდო. გავჭირდებოდა. და აქვე კიდე იმას ვიტყვი რა, ჩემთვის
ნათქვამი და ბიჭებთანაც ნათქვამი აქვს რა იქ სამსახურში ეს რომ ყვარა რო არ იყოს PSG-ში ეს გუნდი იქნებოდა ნორმალური საშუალო დონის გუნდი და ესე არის მაგაზე ეს მახსენდება შენ თუ იცი სკილოსო ხორთუმ ვაცალო რა იქნება ბეკეკა აი ეგეთი ისა რა ყვარა ამოიგა გუნდიდან და არაფერი არ არის რომ ეხა აი სუპერთასებს დავტკიცდა ეგ და მეც დავტკიცდა რომ წააგო ეხლა ნასი თუ ლასთან ხო ნუ კაი ეხა ეგ მაგრამ მაგაზეც მოყვა კრიტიკა და მე მაინდა-მაინც არ მჯერა რომ რაღაც უკმაყოფილოა ყვარაზეოს არის რაღაცა და ანუ შეიძლებაო რომ ძირითადი ის ამ დაიკარგოსო აი ზუსტად აი ვის ვირთხები აი ეგეც მაგის გაკეთებულია ხო იცოდი მასეთების გაკეთებულია ხო რა შავ პიარს უკეთებენ ხო რა აში აწვოთ და მე მაგაზე უკვე ვისაუბრე ეს კიდე ვიტყვი რა ანუ ხვიჩასთან დაკავშირებით ოქროს ბურთზე ვისაუბრე ოქროს ბურთზე რა ანუ სოფლიო დამთავრდა როგორც მოგეხსენებათ არც ერთ ფეხბურთელს რაღაცა ის სასწაული პერფორმანსები ისეთი რაღაც არ ქონიათ რომ აი რაღაც ვაიმე ის რა მაგარი იყო არა ერთი გულდასაწყვეტი რაც არის ჩვენი ოქროს ბიჭუნა არ იყო ამ სოფლიოზე თორე აი იქაც დაამტკიცებდა კი არა აი იქ დაამტკიცებდა ვინც იყო სინამდვილეში აი ეხა აი გულწრფელად შეგეკითხები და მიპასუხე ვის ეკუთვნის ოქროს ბურთი ხვიჩას უგაოთ რატომ არა დაივიწყე რომ ქართველი და რაღაცა და ისა ისეთ აი თითქოს და წარმოიდგინე რომ ვიღაც უცხოელი ხარ და გეკითხებიან მაგას რომ უნდა იყოს ოქროს ბურთი ბიჭო მაინც ხვიჩას ვიწყე ხო რა ნუ ვერ გაიქცევი რა მოდი აი შევადაროთ უბრალოდ აი სოფლიო ცხო ითამაშეს მოდი დავიწყოთ ბაპეთი კილიან ბაპე მადრიდის რეალში ანუ მეოთხედფინალში გავარდა რეალი ბაიერმა გააგდო აქ ხასუსვა ბაიერმა გააგდო ნუ იქ ჩუამენის დებილობის გამო მაგრამ კამავინგა იყო თუ კამავინგა ერთ და იგივე როზა სახელია სხვადასხვა კაი კამავინგა ანჩელოტსაც დაემართა იგივე დაემართა ეხა ცოტა კაი გავაგზავნოთ აი ბაპე კაი ეხა ჯგუფიდან გავიდა გოლები შეაგდო ბაზარი არ არის მაგრამ გადამწყვეტი მატჩი ესპანეთთან დამარცხდა თან ისე დამარცხდა რომ უშანსოდ ეს ანუ ჯერ ანუ ველა ერთი ის თუ არის თუ ბურთებით რო გაიტანა მაგით თუ მოიგებს 10 თუ რამდენი გოლი გაიტანა თუ 9 გოლი გაიტანა სოფლიოზე კაი გადავიდეთ ოლისეზე ოლისე რომელსაც მოდი ესე ვთქვათ ჩემპიონთა ლიგაზე PSG გამოისვა ბაიერნი უბრალოდ კვარაცხელიამ გამოისვა აი მომეწონა მაგალ მონ რეალურად მოდი ვთქვათ რომ კვარა მოიგო ერთ თამაში სახში და გასვლაც სახში მithumetes ისე დროს გაიტანა ხვიჩამ გოლი როცა ბაიერნს უკვე იქ ერთი რო გაეტანა კიდე ნუ და აქეთ ეჯდა ბაიერნი ანუ კიდე რო გაეტანა ბაიერნს ხო მე რა მოხდებოდა არ ვიცი ხო და მეორე თამაში კიდე რა სტარზე ხვიჩას წამოღებული ბურთი რა სტარზე და დაცვაში როგორ თამაშობდა მეორე თამაში უფრო ეთყობოდა ლიდერი რო იყო გუნდის დუე და დემბელე რო აი ესე შეძახილები დამხნევებენ ხო ბოლოს ტიპი აი ყველაფერი გააკეთა წარმოიდგინე დაცვაში ხო აქედან რა პასი გააკეთა ერთი რომ იქაც რა კაი მობის ბურთი რო ვერ შეაგდო ბიჭო ფეხი რო ვერ ფეხი ვეღარ მიარტყა პროსტა აუ რა კაი რაღაცა კიმინჯე აი გადაატარა ბურთი თავზე კიმინჯე ეს იყო ხო და წარმოიდგინე აქეთ მარცხენაში ვინგერი ხო იყო დაცვაში შემოვიდა მე მარჯვნივ გადავიდა იმიტომ არის იმიტომ აქ ლუის და ტიპი ბოლოს ჩაიმუხა და პირჯვარის წერა დაიწყო იმიტომ აქ ლუის ენრიკეს ნათქვამი იმდენად დიდი უნივერსალი ფეხბურთელი არისო ყვარაო სადაც გინდა ათამაში და ბიჭო 90 წუთის განმავლობაში ეგეთები შეგიძლია მაგ თამაში იყო სხვათა შორის ბარკოლარო შემოვიდა დასვენებული და პროსტა ესე რო იდგა რა რო აი ვაიმე რა კაია ალიანს არენაზე ფეხი ეხლა და იმას ასტონ მილასთან დაცვაში მაგრა თამაშობდა რო вообще ძალიან ცუდად ითამაშა PSG მე თამაში კი მოიგო მაგრამ ბეჭვის ხიზეია რა ჯერ მარტო ის თავდამსხმელო რამდენი ბურთი გამაზა ერთი სამი მომენტი ქონდა პირველ ტაიმში და ვერც ერთი ვერ გაიტანა
თავით რო დავარტყა ორჯერ თავი დაარტყა, ერთხელ ისე ვერ და ერთი გაიტანა. ონანაზე ამბობ. ონანა. ახალცელი რო იყო. რამდენი ორი მომენტი ორი საი მომენტი ქონდა. ხო და მე ერთი გაიტანა, იმიტომ დაცვაში სერიოზული კატასტროფა იყო PSG-სთან. რა ვიცი, იმენა და იბანდაც ყვარა ერთი-ორჯერ კაი ამოიტანა, იქ პასით რა დებელეს ატრაქში არ ყავს ეგ კაცი რა ვიცი. და დებელესაც არ ეკუთვნის ოქროს ბუთი, როგორ თამაშობს. აი, ჰარი კეინი. ყველაზე სასაცილო იქნება, რომ როდრი მოიგოს ოქროს ბუთი. ჰარი კეინი ავიღოთ კიდევ ერთი. ჰარი კეინი მანდაც იგივე მოხდა, ბაიერს მოუგო და ინგლისი, ნუ რა ვიცი, ინგლისი რა უნდა თქვა. ეხა შენ ფეხბურთელები ვინ ჩამოთვალე პოდკასტში გოდიში, არა ტვარიც ქაღალდივით გამოსული ყავს ყველა ყვარას. ხო და ანუ თემა იქამდე მიმყავს ოქროს ბურთი ეკუთვნის ყვარას. და აქვე შეგახსენეთ მეგობრებო, აი უცხოური საიტებზე სადაც შეხვდებით რომ აი ოქროს ბურთის იმას ყველგან მიიღეთ მონაწილეობა და დაუდექით ყვარას გვერდში და ყველგან დაწერეთ რომ ყვარას ეკუთვნის ოქროს ბურთი, აი ინგლისურად რო დაწერეთ უკეთესი იქნება რა. აი ჩემპიონთა ლიგის ის იქნება, აი UEFA-ს ის იქნება, FIFA-ს ის იქნება, ყველგან დაწერეთ. საერთოდ ჟურნალისტების ხმები უფრო მნიშვნელოვანი იქნება. ჟურნალისტებიც აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ უმეტესობა ხუჩას აირჩევს. სანიოლმა რო არ აირჩენა ხე? სანიოლმა ხო? რა სისულელეთ ხო ბიჭო? ალო, შენი ნაკრების, ჰა? ვინ თქვა სანიოლმა? სანიოლმა თქვა, ირა, დუეს ეკუთვნის ოქროს ბურთი. და მაგათ თუ არ აიღო ოქროს ბურთიო, რომ ეს იგი ფეხბურთს სერიოზული პრობლემები აქვს რა დააჯვა რა. და რა ვიცი, შენ ნაკრების კაპიტანია, ნაკრების მწვრთნელი არის და შენ გუჩი ყავს ყვარაცხელია და იმას არ ახსენებ. ეგეთი რაღაცა არ, მაგიტომაც რაღაცა ამ კაცს და მირჩევნია რომ სხვა მოვიდეს რა უკეთესი ვინმე. სიმღერა რო არის ხო ის უსმან ბალონდორ? აი კიდე რაზე რა ვილაპარაკე. ნუ მოკლედ წარმატებებს უსურვებ ყვარას. PSG-ზე იმის თქვა მინდა ჯერ მithumetes ტრანსფერები გაკეთდა Paris Saint-Germain-ში. დაიმატეს ლუკადინი ასტონ ვილადან, დაიმატეს მაგნეს აკლეუში მონაკოდან. რა ვიცი ამ გულს არ ვიცი. ყველაზე მეტად ჯერ მაინც სტარტი არის, მაგრამ ეს გამეორდები როგორც წინა წლის სტარტზე ვამბობდი რომ იცი რა აი ბევრი მეუბნებოდა რომ აი PSG-მ ლიგა რომ მოიგო მაგის მეორე დღეს ანუ შემომდენო კვირაში ყველა მეუბნებოდა რომ აი შეძლებს რომ ვითომ Paris Saint-Germain-ი ისევ იმის აკეთებას იმდენად დიდი რესურსია და ლუის ენრიკეში რას ვაფასებ კიდე ყველაზე მეტად მაგას ვიტყვი ახალგაზრდა ფეხბურთელებს აძლევს საშუალებას რომ ითამაშოს იგივე ჯანტუ იგივე მაიულუ ხო მაგრამ ეგ ვერაფერს ვერ შვებიან აბა ნუ იტყვი ეგრე აი ეგ მაიულუ იყო ბოდია ტრაქში რომ გამოისვა ბარსელონა მეორე გუნდით მოუგო Paris Saint-Germain-მა ბარსელონას მეორე გუნდით ეგ ვერ ოდის იყო ჩემპიონები რო გახდნენ ლიგაზე აი ეგ პერიოდი ეგ წინაზე ხო და მას ბარსელონა არ ვაბა ეხლა მოუგო რატო ვერ მოუგეს ეხლა ჩემპიონად მაგათ გაუჭირდება ბარსელონასთან მოგება მე ვაფშე და ვიძახე მე ბარსელონას ბალეში კი არ ვარ მაგრამ მგონია რომ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს ბარსელონა მაგრამ გამოხდება ესე ხუჩა ყვარაცხელი იმიტომ რომ ეხლა უყურებ მთელი ესპანეთი შეიკრიბეს როდრი უკვე ოფიციალურად არის და ჩემი ისეთ გავი ჩავი ყველამადარი როდრი პედრი როდრი ამ პედრიან არ როდრი რატო არ იყიდეს ეგ მიკვირს და რეალს ოდიში წაგართვით ჩემრალია აი რეალმა ხო ასეთი რა ვიღაცები იყიდეს ძალიან გააზრიების ბიჭო მოურინიოა ნუ იტყვი მოურინიოა ეს თუ ვერაფერი ვერ მოიგეს და всё რა ესე იგი რეალის ჩაილური წყალია ჩაილური წყალი დალია მაგრამ ანუ მე უფრო მგონია რომ ლა ლიგას უფრო მიაწვევიან რა იმიტომ ეგ უფრო მონსანატრიელი აქვს კაი ეხლა მე მინდა მანჩესტერზე ვილაპარაკო კაცო ამდენი ტრანსფერები მოხდა რაღაცა და ეს ჩემი გუნდი საწყალი მანჩესტერ რას ფიქრობენ არ ვიცი ჩემპიონთა ლიგაზე სათამაშოა პრემიერ ლიგაც რავი ძალიან ძლიერდება და რა ნიუკასლი და პორტსმუთი და ისინი ძალიან ძლიერდებიან ეგენიც კი და ჩვენ რა გვჭირს ერთი გამაგები რა ნორმალური ფეხბურთელი რატო არ მოყავს ფული როგორ არ აქვს მეორე თუ მესამე ადგილზე არის რეიტინგში ფულში მე იმას ვერანაირ დამაჯერებს რომ ფული არ აქვს და მაგით ვერ ყიდულობენ
თან მით უმეტეს ახლა ლიგაზე გავედით. როგორღაც გავედით ამ ლიგაზე და ფეხბურთელი უფრო წამოვიდოდა ჩემი აზრით. არც აქტიურობდნენ ბიჭო. აი ხო არის ხოლმე წინასწარ იწერება. მიზმო სავარაუდო შენაძენი რაღაც. ეგეთიც არაფერი. აი სიტყვაზე რო ეწერას რომ სიტყვაზე კუკურელია რეალს უნდა, მანჩესტერსაც უნდა და იმას ჩელსსაც უნდა სიტყვაზე. ჩელსი ისეც იყო. აი სიტი. აი ეგეთ კატეგორიებშიც კი არ ყოფილა მანჩესტერი არავის. არას ფიქრობს ეს გუნდი მოყავს ვიღაცა პუჭი ვიღაცები. ფერგიუსონი ხო არა ხარა რა? ფერგიუსონმა იცოდა როგორ უნდა დაეყარო თავისი გუნდი და ამა ჯერ ხა ფეხბურთი ისე დონეზე ავიდა რომ ჭირდება უკვე ვარსკვლავი და რაღაცა ისეთი რა. წალმაღალი ფეხბურთელი არა ყავს ერთი მაგ ცენტრში რო. დელიხტი მცველი არის. როცა დაცვაშიც არავინ არ მოუყანიათ ნორმალურად რა ვიცი აბა. რა გითხრა ძალიან განვიცდი ამ ამბავს ჩემი ხა მილანთან მარცხი კი აი ეს იყო და რაღაცა მაგრამ მაინც ჩემი აზრით ამ თამაშიც გამოჩნდა ბევრი ხარვეზი იმიტომ რომ მილანიც არ არის ესეთი გუნდი რომ რაღაცა ისა მილანსაც წყალი აქვს შემდგარი და ჩვენც და ორივე წყალშემდგარი გუნდი შეხვდა ერთმანეთს და აჯობა მილანმა და აჯობებდა კიდევაც. ხო, მოკლედ აი ესე პატარა შეჯამებასავით გავაკეთეთ. ჩვენ უფრო ცლად და უფრო კარგად გავაგრძელებთ შემდეგ პოდკასტში. ახლა კი განვიხილეთ განვლილი მატჩები და რაღაცა პატარა ამბები. მოკლედ წარმატებებს უსურვებთ ჩვენ გუნდებს. რა თქმა უნდა იბერიას ხვალ წარმატებებს უსურვებ. მოკლედ კარგად ბრძანდებოდეთ ღამე მშვიდობის დროებით შევხვდებით კიდევ ერთ კვირაში. დროებით მოვალ შეხვედრამდე წარმატებები იბერიას და ყოველფერი კარგი. კარგად